ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი არის უმოქმედობა. აი არაფერს არ აკეთებ და მე რო რაღაცას ვაკეთებ, თქვათ მუსიკას ვქმნი, ეს პროდუქტიულს მიხდის და ჩემი თავით ვამაყობ, რომ რაღაცას ვაკეთებ რა და ამ მოქმედოთ არა ვარ. მე ვარ იოსებ ლორიაშვილი, 31 წლის, ვარ სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრი და DJ. ცხოვრობ სოფელ მარტყოფში და ჩემი დიაგნოზი არის ბადურის ჩამოცლა, რის გამოც დავკარგი მხედველობა. მე 12 კლასში ვიყავი, რომ ფსიქოლოგები იყვნენ რა მოსულები ჩვენ სკოლაში და დამაინტერესა. ჯერ ჩულოთ ფსიქოლოგიის სხვადასხვა კურსებს სწავლობდი და ბაკალავრო დავამთავრე, დაინტერესდი ასე ვთქვათ უკვე არა პიროვნებით, არამედ ადამიანების ჯგუფებით და გავხდი მაგისტრი. უნივერსიტეტში სწავლობდი უკვე, როდესაც ვიპოვე პროგრამა, რომელიც ჩემ ხმოვან პროგრამასთან ერთად თავსებადი იყო. მოვახერხე ჩემი ხმოვანი პროგრამით, რომ გამეკეთებინა მუსიკა ელექტრონული. თან ამ დროს ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი და თან მუსიკას ვქმნიდი, თან ვსწავლობდი თავიდან. რაღაცები არ გამომდიოდა. მე რადგან ფსიქოლოგი ვიყავი, ჩემ თავს ასე ვთქვათ ვამხნევებდი. პირველი მუსიკა რო გავაკეთე, ჩემ ოჯახის წევრებს მოასმენინე მეგობრებს და მოეწონათ. და მან უფრო მეტი мотиваცია მომცა, რომ დავინახე, რომ ასე ვთქვათ რაღაცა ფუჭად არ მიშრომია და ადამიანებს მოსწონთ ის, რასაც მე ვაკეთებ. ავთენტური სახე აქვს მის მუსიკას და თვითყოფადი მუსიკოსი არის და ეს თვითყოფადობა არის ფასეული რა დღევანდელ სამყაროში, რომ არავის არ გავხარ, უნიკალური ხარ. ემოციურად ყოველს დიდი რაღაც, რაც იოსგან ვისწავლე, იყო რეალურად მუსიკის სიყვარული, აი რამხელა არის ადამიანში და ენთუზიაზმი, იმიტომ რომ ჯერ ტექნიკური შესაძლებლობები რაც ჰქონდა, ანუ ხა მარტო კომპიუტერში აკეთებდნენ მთელს მუსიკას. ეს ერთი. მეორე უსინათლო იყო ეს მეორე და თვითონ ის მუსიკალური რაღაცა მისი ნამუშევარი რაც ჰქონდა გაკეთებული, ანუ ჩემთვის მე რომ მოვისმინდა, რომ თან პრეისტორია ვიცოდი, ანუ იმდენად გავგიჟდი, რომ იმის მერე, ანუ აი რა ვარ. ღიერ გავა რომ ამ საქმეში არ ვარ ჩართული. როდესაც ბიჭები გავიცანი, გაგვიჩნდა იდეა, რომ გაგვეკეთებინა მარტყოფში სტუდია ხმის ჩამწერი, რომელიც ადაპტირებული იქნებოდა უსინათლოებისთვის. ორბელიანის პროექტზე გააგზავნეს იდეა, გადავიდნენ უმაღლესი ქულებით უკვე ფინალში და კრაუდფანდინგზე დევს ეს იდეა აგროვებს თანხას, რომ სივრცე გაჩნდეს, სადაც რასაც ისწავლიან, იმასვე მერე გააკეთებენ, დაუკრავენ ხალხის რეაქციები ექნებათ და ეგ ძალიან დიდი სტიმულია ყველა ხელოვნებას. ჩვენი იდეის მხარდასაჭერად აქ მარტყოფში, მარტყოფის კლუბში ჩავატარეთ კონცერტი. საქველმოქმედო რა, მოვიდნენ ადამიანები და მოусმინეს ჩვენს მუსიკას. ხო და მან ვიყავი პირველად, როგორც DJ გამოვედი და ჩემი მუსიკებით ავაცეკვე ხალხი. იმდენად მაგარი იყო, რომ აი ყველანი ერთად ვიდექით და ვცეკვავდით იოს მუსიკაზე და ანუ რავი, საოცარი იყო და მეც გვითხრეს, რომ აი კიდე გვინდა რომ გააკეთოთ, იმიტომ რომ ძალიან მოეწონათ და რაღაცა ჩვენც ახლა სისტემატიური სახე გვინდა მივცეთ ამ ყველაფერს, რომ რაღაცა დროში ერთხელ ყოველთვის გაკეთდეს. ძალიან მნიშვნელოვანია შეშობილების ადაპტირებული იყოს და საზოგადოებამ დაინახოს, რომ ჩვენც იგივე შეგვიძლია, რაც სხვა ყველას. რაღაცნაირად მგონია, რომ ძალიან დიდი საფრთხე არის პოზიტიური დისკრიმინაცია. ის, რომ თქვათ, შეიძლება იო როგორც ნიჭიერი მუსიკოსი გადაყლაპოს იომ როგორც უსინათლო მუსიკოსმა, რაც ძალიან არასამართლიანი დამოკიდებულება იქნება მისი ნიჭის მიმართ. მთავარია საყვარელი საქმე გქონდეს, თორე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ხარ თუ არა, მაგას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა,